Am ვიდეოში გაგიზიარებთ 11 მნიშვნელოვან გზას, რითიც მამაკაცს ქალი უყვარდება. მანამდე კი შეგახსენებთ ამ არხის მთავარ მიზანს. ამ არხზე ჩვენ განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ემოციური მიჯაჭვულობა, სექსუალური ურთიერთობა, გავაანალიზებთ რა უშლით ხელს ქალსა და კაცს, რომ ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობა. ამიტომ თუ შენთვის ეს თემები აქტუალურია და მე იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელიც ამ თემების მიმართ იყოს გულგრილი, გამოიწერე ეს არხი, რადგან ამ თემებზე ანალიზს იშვიათად თუ მოისმენ სამეგობრო წრეში, სოციალურ შეკრებებში, უნივერსიტეტში, მშობლებთან თუ პარტნიორთანაც კი. მას ასე დავიწყოთ. პირველი მეთოდი არის აღფრთოვანება. როცა კაცით ხარ აღფრთოვანებული. აღფრთოვანებაში არ მოიაზრება მისი გაღმერთება, მისთვის სამკურსიანი კერძების მომზადება, ტანსაცმლის გარეცხვა და დაუთოვება, დაბადების დღეებზე ძვირიანი საჩუქრების ყიდვა, ან როცა ქალი არის ყოველთვის კაცის სამსახურში, როცა დასჭრიდება და როცა მოესურვება. ქალებო, თუ თქვენ ასე იქნებით, ასე დაკარგავთ მამაკაცს. მამაკაცს შეყვარებისთვის ეს არ სჭირდება. აღფრთოვანებაში ვგულისხმობ, მაგალითად, მისთვის კომპლიმენტების გაკეთებას იმაზე, რაც მის მამაკაცურობას უსვამს ხაზს. მაგალითად, თქვენ სთხოვთ რჩევას და თქვენ უხდით გულითად მადლობას, მსუბუქად გააჟღერებთ, რომ ასეთი პრაქტიკული რჩევა აქამდე არავის მოუწია, ან ეტყვით, რომ ძალიან ჭკვიანია. ან მაგალითად, გიზიარებთ თავის მიზნებსა და გეგმებს, მოусმინეთ ყურადღებით და შეუქეთ. რეალური სიხარული გამოხატეთ, მიეცით მოტივაცია. უთხარით, რომ ამაყობთ მისით. დაუჭირეთ მხარი მის საქმიანობებში. მამაკაცით აღფრთოვანება არის ძირითადად მარტივი, თავმდაბალი ადამიანური გზა, ისე რომ არ ეთაყვანოთ მას როგორც კერპს. მეორე გზა არის დაფასება. თუმცა, აქ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ზოგ მამაკაცს მოსწონს ეს, ზოგს ნაკლებად, ამიტომ თქვენ უნდა დაიწყოთ დაფასების დატესტვა თქვენს მამაკაცზე. მაგალითად, თუ ის იჩენს ჯენტლმენობას წვრილმან საქმეებში, მაგალითად, ის გატარებთ კარში პირველად ან გიხსნით მანქანის კარს. თუ რესტორანში ხართ, ის ხსნის ღვინის ბოთლს. ის გისხამთ ღვინოს პირველად. ასეთი რამეების შემჩნევა და მადლობის თქმა ხშირად ზედმეტია. უნდა დააფასოთ არა ისეთი მცირე დეტალები, რაც ზოგადი კულტურული ნორმებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ ისეთი რამ, რაც თქვენს კაცს ახასიათებს ინდივიდუალურად და გამოარჩევს მას სხვა კაცებისგან. ამ დროს წვრილმანი ძალისხმევების შემჩნევა კაცს აგრძნობინებს, რომ თქვენ ხართ გულისხმიერი და დამფასებელი ადამიანი. რაც უფრო ხშირად შეაქებთ ამ პატარა რაღაცებისთვის, მით უფრო მეტ რამეს გააკეთებს ის თქვენთვის და ჩვეულებრივ ის გაზრდის ძალისხმევას, რადგან თავს იგრძნობს დაფასებულად. ეს კი კაცისთვის ძალიან მამოტივირებელია. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგ კულტურაში ყოველი პატარა რაღაცისთვის მადლობის თქმა შეიძლება გამაღიზიანებელი გახდეს კაცისთვის. ზოგი მამაკაცი იმდენად მიჩვეულია ქალისთვის რაღაცების გაკეთებას და გაცემას, რომ ეს ბუნებრივად ხდება მისთვის. ამიტომ თუ თქვენ მადლობას ეტყვით ყოველ პატარა რამეზე, შეიძლება ცოტა გააღიზიანოს. ასე რომ თუ თქვენ იგრძნობთ მისგან, რომ ის ცოტათი ღიზიანდება თქვენი მადლიერებისგან, შეგიძლიათ დაფასება გამოხატოთ მხოლოდ ზოგჯერ, ან შეგიძლიათ მადლობა ჩაანაცვლოთ ღიმილით, ან კარგ განწყობაზე ყოფნით, ან რაღაცის მცირედით დაბრუნებით. მესამე რამ, რაც მამაკაცს სჭირდება, რომ შეგიყვაროთ, არის იგრძნოს თავი მამაკაცურად. ისევე როგორც ყველა ქალს მოსწონს, როცა თავს ქალურად გრძნობს მამაკაცთან. კაცსაც მოსწონს, როცა თავს გრძნობს მამაკაცურად. მაგალითად, კაცი გიხსნით მანქანის კარს, იხდის ანგარიშს, გამოგართმევთ მძიმე პარკს, ამ დროს როგორც ქალი თავს ძალიან კარგად გრძნობთ, თავს ქალურად გრძნობთ, მაგრამ როგორ უნდა აგრძნობინო თავი კაცს მამაკაცურად? ის თავს გრძნობს მამაკაცურად, როცა აქვს შესაძლებლობა თქვენთვის იბრძოლოს, როცა შეუძლია პირველი დაგირეკოთ, როცა შეუძლია პირველი მოგწეროთ და დაგპატიჟოთ პაემანზე. როცა თქვენ გაქვთ პრობლემა და სთხოვთ მას ამ პრობლემის გადაჭრას. ახლა კი ვისაუბროთ შემდეგზე. მეოთხე რამ, რაც მამაკაცს სჭირდება, რომ შეუყვარდეთ, არის ცოტაოდენი გაურკვევლობა. გაურკვევლობის დროს მამაკაცი ვერ ხვდება ბოლომდე მოგიპოვათ თუ არა. ბოლომდე თავი მოგაწონათ თუ არა. გაურკვევლობაში არ იგულისხმება იგნორირება, გაუკეთოთ მის ზარებს, ან არ უპასუხოთ შეტყობინებებს, ან ითამაშოთ მიუწვდომელი ქალის როლი. იგულისხმება მისი სიყვარულის საჭიროებების დაკმაყოფილება. მამაკაცებს აქვთ განსხვავებული სიყვარულის საჭიროებები, რადგან ისინი ბიოლოგიურად სხვანაირად არიან აგებული. თუ ბიოლოგიაზე დავალთ და საბოლოო ჯამში სიყვარულიც კი ქალისა და კაცის ბიოლოგიურ აგებულებაზე დადის, უნდა გავითვალისწინოთ მამაკაცებში წამყვანი ჰორმონი ტესტოსტერონი. ქალებსაც აქვთ ტესტოსტერონის გარკვეული დონე, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე მამაკაცებს. სწორედ ტესტოსტერონია, რაც ანდომებთ ქალის დევნას, ქალისთვის ბრძოლას და დაპყრობის სურვილს. მამაკაცის სიყვარულის საჭიროებები თითქმის სრულიად საპირისპიროა ქალის სიყვარულის საჭიროებებისა.
მაგალითად, ქალების ყველაზე დიდი საჭიროება არის უსაფრთხოება და სტაბილურობა. მამაკაცის ყველაზე დიდი საჭიროება არის დევნა, მოდუნება, ყოველდღიურ ქაოსს მოწყვეტა, ადრენალინის შეგრძნება, მსუბუქი განწყობა, ცოტაოდენი გაურკვევლობა. სწორედ ამ შეგრძნებებით უვითარდება კაც ემოციები ქალის მიმართ, ასე რომ მას სჭირდება იგრძნოს ეს. მაგრამ როგორ იგრძნობს ამას, როცა თქვენ ყოველთვის ხელმისაწვდომი ხართ, როცა ის ყოველდღე გხედავთ, როცა მან თქვენზე ყველაფერი იცის. გაურკვევლობის შესაქმნელად ქალი არ უნდა იყოს კონცენტრირებული მამაკაცზე და არ უნდა ეთაყვანოს მას. თქვენ კონცენტრირებული უნდა იყოთ საკუთარ გზაზე. სწორედ ამ დროს იგრძნობს გაურკვევლობის ჯანსაღ-დონეს და დარჩება დაინტერესებული თქვენით. შემდეგი რამ, რაც კაცს სჭირდება განუვითარდეს გრძნობები, არის უსაფრთხოება. თქვენ შეიძლება იკითხოთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების და გაურკვევლობის შეთავსება, მაგრამ ეს არის სავსებით ბუნებრივი და შესაძლებელი. უსაფრთხოებაში იგულისხმება კაცის მხრიდან საკუთარი თავის გამოხატვა ისე, რომ მას შეეძლოს იყოს ის, ვინც არის. სწორედ ეს არის კაცისთვის უსაფრთხოება. როცა მას აქვს განცდა, რომ ის ყველაზე ბუნებრივ სახესაც იღებს ქალი. მას სჭირდება იგრძნოს, რომ შეუძლია თავისუფლად გესაუბროთ და არ განსჯით მას. სწორედ ამ დროს იწყებს გახსნას თქვენთან და გრძნობს თავს უსაფრთხოად, რომ გაგიზიაროთ თავისი აზრები, საიდუმლოებები და შესაძლოა მომავლის გეგმები. ასე ვითარდება თქვენდამი ნდობა. ერთადერთი გზა ბედნიერი ურთიერთობისთვის არის მისი ნდობა. არ გჭირდებათ მისთვის თქმა, რამდენად ენდობით მას. თქვენ უნდა აჩვენოთ ეს და აჩვენებთ ამას იმით, რომ არ ამოწმებთ სად არის, ვისთან არის, რატომ არ მოგწერათ დღეს, რატომ არ დაგირეკათ დღეს, ვინ იყო ის მეგობარი, ვინ არის ეს გოგო, ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ თქვენ არ ენდობით მას, თქვენ იქცევით როგორც ნევროტული შეყვარებული და მაინც მასთან ხართ. ამას აზრი არ აქვს, რადგან გარედან ჩანხართ როგორც სასოწარკვეთილი ქალი. იმიტომ რომ ასე თქვენ ჩნდებით ადამიანი, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, მაგრამ არ აქვს საკმარისი სიმამაცე, რომ ხელი გაუშვას მას. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც არ აქვს საკუთარი თავისადმი ოდნავი პატივისცემა და არის ისეთ კაცთან, რომლის ნდობაც არ გააჩნია. ასე რომ როცა არ ენდობით მას, თქვენ რეალურად იმცირებთ საკუთარ თავს. თვითონ თავს გრძნობს მუდმივად არასწორად, პრობლემატურად, დამნაშავედ. ურთიერთობაში კი არავის მოსწონს, რომ თავი იგრძნოს მუდმივად დამნაშავედ. თუ მას ასე აგრძნობინებთ თავს, იმის ნაცვლად, რომ მისი გრძნობები გაიზარდოს თქვენ მიმართ, გრძნობები უბრალოდ გაუქრება. არა მარტო გრძნობები, ინტერესიც კი გაუქრება. მეშვიდე რამ, რაც მამაკაცს სჭირდება, რომ შეუყვარდეთ, არის თავისუფლება. მას სჭირდება იგრძნოს თავი თავისუფლად. თუ ის იგრძნობს, რომ გალიაში მყოფი ფრინველია, მას მოუნდება ამ გალიიდან გამოსვლა და გაფრენა და აღარასოდეს დაბრუნება. არავის უნდა გალიაში ყოფნა. ასე რომ თუ იმის ნაცვლად, რომ აჩვენოთ ნდობა, თქვენ აკონტროლებთ მას და ცდილობთ მოთვინიერებას და ჩასმას გალიაში, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ იქიდან გაიქცეს. მაგრამ თუ არ აკონტროლებთ მას, ენდობით და აძლევთ თავისუფლებას, თუ მას აქვს ნამდვილი გრძნობები თქვენ მიმართ, ის ყოველთვის დაბრუნდება თქვენთან. კაცის კონტროლი კი არ გამოიხატება მხოლოდ სხვა ქალებთან ეჭვიანობაში. კაცის კონტროლი არის ისიც, როცა უწუნებთ მის მიერ შერჩეულ პროდუქტებს, უწუნებთ ნებისმიერ მის მიერ გაკეთებულ სახლურ საქმეს. როცა აკონტროლებთ, როგორ გააკეთა ეს თუ ის საქმე. როცა ცდილობთ, რომ მუდმივად თქვენ გამოჩნდეთ უფრო კომპეტენტური ვიდრე კაცი. როცა ცდილობთ, რომ მუდმივად თქვენ გამოჩნდეთ უფრო ჭკვიანი ვიდრე კაცი. ამას კაცი მოითმენს, რადგან ის ხომ კაცია. გარემო კაცისგან ითხოვს მოთმენას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კაცის უპატივცემულობა. საჭირო არ არის ამტკიცოთ თქვენი ჭკუა და მოხერხებულობა კაცის წინაშე. და ეს თვისებები თავად გამოიჩინოს, თქვენ კი მიეცით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. მერვე რამ, რაც მამაკაცს სჭირდება, რომ შეუყვარდეთ, არის დემონსტრირება იმისა, რომ თქვენ ხართ მის მხარეს. მის მხარეს ყოფნა არ მტკიცება მხოლოდ ისეთი გრანდიოზული ჟესტებით, როგორიცაა მაგალითად კარიერული კოლაფსის დროს ფინანსური მხარდაჭერა. მის მხარეს დგომა ვლინდება მცირე დეტალებშიც. მაგალითად ვიღაც მასზე ცუდად ლაპარაკობს და იმის ნაცვლად, რომ მისი მხარე დაიჭიროთ, თქვენ იწყებთ ლაპარაკს მის წინააღმდეგ. მაგალითად ზოგი გოგო უზიარებს მეგობრებს. მის ზურგს უკან ჭორაობა კი უკან დაგიბრუნდებათ გრძელ პერსპექტივაში. და ამას კაცები ყოველთვის გრძნობენ. გრძნობენ, როცა მას კი არ ეუბნებით პირში სათქმელს, არამედ მეგობრებს. ეს არის კაცისთვის ზურგში დანის დარტყმა. თქვენ უნდა იყოთ როგორც ერთი გუნდი. უნდა შეგეძლოთ საკმარისი გახსნილობა ერთმანეთთან, რომ სხვებთან არ მოგიწიოთ პირადზე ლაპარაკი. თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები.
სწორედ ეს არის სიყვარულის უპირველესი გარანტი. მეცხრე რამ არის პატივისცემა კაცის მიმართ. მას სჭირდება იგრძნოს, რომ პატივს სცემთ მას და რომ პატივს სცემთ საკუთარ თავს. არც ერთი მამაკაცი არ შეიყვარებს ქალს, რომელიც საკუთარ თავს არ სცემს პატივს. არც ერთი მამაკაცი არ დარჩება ქალთან, რომელიც არ დემონსტრირებს პატივისცემას მის მიმართ. საინტერესო ის არის, რომ თუ საკუთარ თავს არ სცემ პატივს, სხვებსაც ვერ სცემ პატივს. მეათე რამ, რაც მამაკაცს სჭირდება, რომ შეუყვარდეთ, არის ის, რომ თქვენში დაინახოს ღირებულება. ამას კი მხოლოდ მაშინ დაინახავს, როცა იგრძნობს, რომ თქვენ აფასებთ საკუთარ თავს და ღირებულად თვლით საკუთარ თავს. როცა მამაკაცი ხედავს თქვენში ღირებულებას, სწორედ მაშინ დაიწყებს მეტის მოცემას. სწორედ მაშინ დაიწყებს თქვენში ინვესტირებას. სწორედ მაშინ დაიწყებს თქვენს დევნას, ნაბიჯების გადადგმას, რომ გაგაცნოთ ოჯახი და მეგობრები. მე-11 რაც მამაკაცს სჭირდება, რომ განივითაროს სიყვარული, არის სიმართლე. რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ვინმესთვის სიმართლის თქმა, ყველა ყოველთვის დაგაფასებთ და პატივს გცემთ სიმართლისთვის. ასე რომ, შესაძლოა სიმართლის მოსმენამ გააბრაზოს ან გაანაწყენოს მეორე ადამიანი მოკლე დროში, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, რადგან როცა ემოციები გადაივლის, რჩება რაციონალური გონი. ამ დროს კი ადამიანი ხვდება სიმართლის მნიშვნელოვნებას. ამიტომ, პატივი ეცით სიმართლეს. მაშინაც კი თუ ზოგ სიტუაციაში იგრძნოთ, რომ ეს ნიშნავს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან მასთან უთანხმოებას, ან საზღვრის დაწესებას. რადგან ამ დროს ის შესაძლოა ცდილობდეს თქვენით მანიპულირებას, ან ამოწმებს შეუძლია თუ არა თქვენი გამოყენება. ამიტომ, როცა თქვენ ამ დროს აწესებთ საზღვარს, თქვენ იცავთ სიმართლეს. ნუ დათმობთ სიმართლეს მის გასახარებლად. შეიძლება იმ მომენტში გაბრაზდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა მისი ემოციები დაცხრება, მას მხოლოდ პატივისცემა ექნება თქვენ მიმართ. რადგან მას ეცოდინება, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც არის გულწრფელი და იცავს სიმართლეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მას აიძულებს, რომ პატივი გცეთ და გენდოთ. ასე დავასრულეთ დღევანდელი თემა. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, არ დაიშურვო მოწონება და გამოიწერე არხიც. არ დაგავიწყდეს ასევე გამოიწერო Instagram გვერდი. ამ ვიდეოს მოწონებით და არხის გამოწერით კი გვაძლევ მოტივაციას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ და გაგიზიაროთ ეფექტური მიდგომები და საჭირო ცოდნა. დროებით.